ეს 29 წლის ლუკაა. დღეს ზუსტად 8 საათზე თევზთან ერთად სახლიდან გავიდა. შეხვედრაზე მიდის. არასდროს აგვიანებს. ლუკას ხშირად იღბლიანს ეძახიან. ყველა სიტუაციიდან მშრალი ძვრება. ლუკას ტელეფონი სულ უჯდება, მაგრამ არასდროს ეთიშება. რა შეიძლება მოხდეს, რომ ლუკას არ გაუმართლოს? თითქოს ცხოვრება თავის თავზე აქვს მორგებული. ლუკას მანქანა. ახლა ხომ დააგვიანებს. ან გაკეთება რამდენი დაუჯდება. ახლა იღბალიც ვერ უშველის. მოიცადეთ. რა ხდება? ყველა ხარჯი დაუფარეს. მესამე პირის პასუხისმგებლობაც? იქნებ ლუკა უბრალოდ იღბლიანი არ არის. იქნებ სურვილების ასრულებისთვის ოქროს თევზი სულაც არ სჭირდება. იქნებ ლუკა უბრალოდ წინდახედულია. იმედიელის ავტოდაზღვევა აქვს და ცხოვრებას საკუთარ თავზე ირგებს. იმედიელი, დაზღვევა რომელსაც ირგებ.